გესალმებით ყველას, მე ვარ ზუკა, მე დღეს შემოგთავაზებ ტექნიკური ანალიზის განხილვას, გასწავლით ძალიან მარტივ და ეფექტურ სტრატეგიას, რაც ვიყენებ ხოლმე ყოველდღიურ ვაჭრობის, ეს არის daily open-ის გამოყენება, მოკლედ ბევრი ლაპარაკი თავი რო არ მოგაწყინოთ, მოდი გადავიდეთ და აგიხსნით რა არის ეს. პირველ რიგში ვეძებთ ადგილებს, ანუ ზონას, რაც გაიხსნა ახალი დღე. ჩვენ დროით ღამის 2 საათზე და ახლა ვიყენებთ ამ ინდიკატორს სახელად Spaceman BTC Key Level, ну ამას ჩაწერთ ეხლა რომ შეყავთ ინდიკატორების დაზიანებულში. BTC Level აი ეს ნაიჩარი პირველივე. ეს ჩართული მაქვს უკვე, წავშლი ხა. და უყურეთ რა შეებით გადავდივართ ამის setting-ებში, ვეძებ daily opens. ვიჩვენებთ მარტო opens და ну შეიძლება weekly აირჩიოთ, ასევე monthly, ну იგივე ეფექტი აქვს, უფრო მაღალ time frame-ზე ვიყენებდი ხოლმე ამას. მაგრამ ამ მომენტის ვიყენებ მარტო daily opens. ეხლა რა შეებით? აიდეში ვინც იცით რა არის support resistance, ვიყენებთ მაგ ზონების საპონილად. ყველაზე ძლიერი და ეფექტური support და resistance ზონები არის ის ადგილი, სადაც გაიხსნა დღე და გვაჩვენა განსაკუთრებული სიძლიერე ზემოთ ან ქვემოთ მიმართულებით. მაგალითად, ვინც არის support resistance, შეგიძლიათ ჩემი სხვა ვიდეოები ნახოთ, მაგრამ აი მაგალითად ფასი მოდის ქვემოთ მხარეს, ხო? რაღაც კონკრეტულ დიაპაზონს ვერ გატეხავს, ეს არის ჩვენი მხარდაჭერის ზონა. აქ შეიძლება რამოდენიმე სცენარი განვითარდეს, მაგალითად ფასპორტს გატესტოთ ცოტა ხანი ამაზე მოხდეს მოძრაობა, გატეხოს, დაიშორტოს, ან გატეხოს fake out-ი აღმოჩნდეს, გაილონგოს, გატეხოს, როცა ეგ მოხდა, retest-ი გააკეთოს და დაიშორტოს. იგივე სცენარია წინაღობაზე, ეს იყო მხარდაჭერა, support-ი. აი მაგალითად ფასი მინდის ზემოთ მიმართულებით, რაღაც კონკრეტულ დიაპაზონს ვერ გატეხავს, აქ შეიძლება იგივე სცენარი განვითარდეს, გატეხოს, გატესტოს, მერე გაილონგოს, ან უბრალოდ fake out-ი აღმოჩნდეს, დაიშორტოს, ან უბრალოდ აქედანაც შეიძლება დაიშორტოს. ну ამაზე დეტალურად ვიდეო მიდევს, შეგიძლიათ თავი შეიწუხოთ და სხვა ვიდეო ნახოთ. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ ამ სტრატეგიაზე. ეხლა ვიყურეთ. ну ვეძებთ ადგილს, სადაც გაიხსნა ახალი დღე, ღამის 2 საათზე, ამ ინდიკატორის დახმარებით და ვნიშნავთ იმ სანთელს, საიდანაც იდეაში გაიხსნა ახალი დღე. ანუ ჩვენ შემთხვევაში ამ ადგილზე იყო ეს სანთელი. ეხლა რას ვაკვირდებით ამ ადგილზე? პირველ რიგში გვინდა რომ დავინახოთ აგრესიული მოძრაობა ქვემოთ მიმართულებით. ეხლა ეს თვითონ აგრესიული არ იყო, უკეთესებიც მინახავს, მაგრამ თავარია რამოდენიმე სანთელი დაიხუროს დღის გახსნის ქვემოთ ან ზემოთ. აქ დაიხურა ქვემოთ, ეს არის ჩვენი წინაღობა. ეხლა რა შევით? გვაქვს სამი ზონა. პირველი ზონა არის ეს ადგილი, ეხლა დავწერ ამას. და ეხლა რა შევით ამ ზონებზე. პირველი ზონა არის წინაღობაზე, ეს ადგილი. დაიმახსოვრეთ, ყოველთვის უყურებთ შორტებს პირველი ზონიდან, ანუ ამ ადგილიდან, თუ აქედან დავშორტავთ, სავარაუდო შორტებს ესე ვიტყვი, იმიტომ რომ რადგან support-ის ან resistance-ის ზონაში ვარ, ან ნებისმიერ ზონაში ვარ, რაც არ უნდა იყოს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ ადგილიდან აუცილებლად უნდა დავშორტოთ ან დავლონგოთ. ეგ უნდა გავითვალისწინოთ, ხო? ну პირველი ზონიდან თუ ავიღებთ შორტებს, stop-loss ვაყენებთ დაახლოებით პირველი ზონის დასაწყისიდან მეორე ზონის დამთავრებამდე, ანუ დაახლოებით აი ამ ადგილამდე ვაყენებთ stop-loss. ასევე მეორე ზონიდან შეგიძლიათ შორტები აიღოთ, სავარაუდო შორტები და მეორე ზონის ზემოთ უკვე აყენებთ stop-loss დაახლოებით მესამე ზონაში, თუ აქედან დაშორტავთ, მაგრამ ასევე შეგიძლიათ ლონგები აიღოთ მეორე ზონის ზემოთ, stop-loss დააყენოთ პირველ ზონაში, ამ ადგილში. ну შეგიძლიათ გატეხვაზე აიღოთ აქედან ლონგები, ან იდეში მეორე ზონის გატესტვაზე, ოსა ზემოთ დაიხურება სანთელი. ან ასევე retest-ით შეგიძლიათ განიხილოთ და ესეთი სცენარი განვითარდეს ამ ზონაში მარკეტზე. ხო, ეს არის ჩვენი წინაღობის ზონის განხილვა, როგორ უნდა ავიღოთ ტრეიდი, როგორ უნდა დავშორტოთ. ну ასევე ეხა რომელ time frame-ზე უნდა უყუროთ ამ daily opens, ხო? დაახლოებით 45-იანიდან ვიწყებთ. 45-იან time frame-იდან და ვიპოვით ჩვენთვის სასურველ და კომფორტულ time frame-ს. მეორე არის 50% და 50%-ის ზემოთ არის მესამე ზონა. ეხლა რა შევით? ამიტომ გადავალთ ისევ ნახევარსაათიანზე. ნახევარსაათიანზეც ну შეგველო ეს ზონა მოგონიშნა ერთ და იგივეა, მაგრამ თლიანსათელი ძალიან ცუდად ინიშნებოდა, ძალიან დიდი ზონა გამოდიოდა, ამიტომ ამას არ განვიხილავთ. გადავალთ 15 წუთიანზე. და 15 წუთიანზეც იგივე სცენარი გვაქვს, ძალიან დიდი ზონა არის, ამიტომ გადავალთ უკვე 5 წუთიანზე. 5 წუთიანზე როგორც ხედავთ, ну ეს წავშალოთ. შეგვეძლო ეს ზონა მოგვენიშნა, სადაც გაიხსნა, სადაც დაიხურა, სადაც მინიმუმი ქონა, ну ესეც შეგიძლიათ მონიშნოს და ეს დიდი სხვაობა არ არის, იმიტომ რომ სანამ აი ეს პატარა ფითილი ქონა, აქაც დაემთხვა, ამიტომ ну შეგიძლიათ ორივე გამონიშნოთ რა. დიდი რაღაცა სხვაობა არ არის მაინც და მაინც, ხო?
ეხლა მაგალითად ხო, ნუ შეგელია აიღოთ 5 წუთიანზე, რომელთა იმფრემზეც მონიშნოთ, მაგრამ ეხლა ამ ადგილზე ნუ entry-ს ავიღებთ 1 წუთიანზე, ნახეთ. როგორც ვთქვით, გვაქვს 3 ზონა. და რა შევიდე ხა ამ სამ ზონაში. პირველ რიგში გატესტა პირველი ზონა, ხო, ჩამოვიდა ქვემოთ და რეაქცია როგორი იყო. სკალპერებისთვის იდეაში თავარი არის მოთმინება და რეაქცია როგორი გაქვს მარკეტზე რა. ეხლა უყურე აქ რო გატესტავდა ამას და ჩამოვიდოდა ამის ქვემოთ, ხო, ბევრი აქეთ ტრეიდს აიღებდა და fake out-ი მოხდებოდა, გაასტოპებდა. კიდევ ერთხელ აქეთ რო დაიშორდებოდა, აქ თუ დააყენებს stop loss, კიდე გაგასტოპებდა, მაგრამ მოთმინების შემდეგ retest-ზე, აი ამ ადგილზე რეაქციის შემდეგ აქნებ თუ აიღებდა შორტებს, იდეაში არ გაგასტოპებდა რა. ძველი სცენარია და მარტივად ვიძახი კი ბატონო, მაგრამ ნუ სავარაუდო სცენარებს მაინც განახეთ რა. პლუს ეს არ არის ფინანსური რჩევა, ეს არის ჩემი გამოცდილება, ჩემი ცოდნა, ჩემი შეხედულება მარკეტზე, სანამ თქვენ თვითონ არ გატესტავთ ამას მარკეტზე და არ გაიგებთ ამის რეალურ შედეგებს, მანამდე ნახთანხაზე არ ივაჭროთ, იმიტომ რომ მე მაგაზე პასუხისმგებელი არ ვიქნები, იმიტომ რომ გავფრთხილებთ, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა, ამას მე ვიყენებ ყოველდღიურ ვაჭრობისთვის, ვინც VIP-ში ხართ და ვინც ვაჭრობთ ჩემთან ერთად ლაივებში, შეგიძლიათ ხოლმე ნახოთ როგორ მოვნიშნავ ხოლმე და როგორ სკალპერობთ ხოლმე ამ ზონებიდან, ამიტომ გაითვალისწინეთ ეგეც რა, არ არის ფინანსური რჩევა ეს. კიდევ ერთი ზონა GBP US დოლარზე. აი მაგალითად ეხლა ვართ 45 წუთიან time frame-ზე. მოდი გადავიდეთ 9 საათიანზე. გადავიდეთ 15 წუთიანზე. გადავიდეთ 5 წუთიანზე. როგორც ხედავთ, გახსნის დროს იყო ძალიან აგრესიული სანთელი და მოვნიშნავთ იდეაში ამ სანთელს და ეს არის ჩვენი ძლიერი სუპორტის ზონა. ეხლა დააკვირდით, მოდი ისე დავუბრუნდეთ 15 წუთიან time frame-ზე, უფრო პატარა მარტივად რა შევხედოთ. ნუ როგორც ხედავთ, ძალიან აგრესიული სანთელი იყო და ცოტა გაუგებარი იყო. აქედან ნუ ზემოთ დაიხურა სანთელი, ქვემოთ დაიხურა, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, ნუ ერთი სანთელი დაიხურა ამასთან გვერდზე, მე ორი სანთელი დაიხურა ამის ქვემოთ. ესე შეგინდა, ამიტომ ცოტა რთულია ამის გაგება, ამიტომ ესე ზონებში ხო, თუ ვერ გაიგებთ რა ხდება მარკეტზე და უბრალოდ დაიბნევით, უბრალოდ გიჩვენეთ, რომ არ ივაჭროთ. უფრო მიზანში სწორნელი იქნება, ტრეიდი არ გახსნათ. მოდი გადავიდეთ კიდე და სხვაგან ვიპოვოთ მაგალითები. მაგალითად ევრო დოლარზე, ეს weekly open-ი არის და ძალიან სულად გაიტესტა, მაგრამ საკვანძო დონე შექმნა იდეაში. ნუ key level-ია ამ ადგილზე როგორც ხედავთ, იმას Discord-ზე ვხსნით, ლევანი მახსნა ეს როგორ უნდა გამოიყენოთ. ამიტომ მოდი მოვნიშნოთ ეს ჩვენი daily open. ეს weekly დავივიწყოთ. ეხლა უყურეთ. ნუ აქ არ ჩამოსულა ფასი, მოდი დავალება გავაკეთოთ. ესეთი რომ დავაკვირდეთ ახლა მომავალში რა სიზავს ფასი ამ ადგილზე რომ ჩამოვა. ძალიან საინტერესო იქნება, ხო? და მოდი მოვნიშნოთ ეს ზონა. როგორც ხედავთ, ძალიან აგრესიული მოძრაობა იყო და ნუ ბევრი სანთელი დაიხურა ამის ზემოთ, ეს უკვე ვალიდური არის და როგორც ხედავთ, გატესტა კიდეც ერთხელ. ეს ზონა გაიტესტა, ფასი როგორც კი აცდებოდა აი ამ ზონას, ანუ პირველ ზონაში როგორც კი აცდებოდა, ნუ წინაღობაზე ხო იყო პირველი ზონა ეს ადგილი, ეს არის მესამე ზონა, იმიტომ რომ ეს არის სუპორტი. პირველი ზონა ეს ადგილი და ყოველთვის 50% არის მეორე ზონა. ამიტომ როგორც კი აცდებოდა ფასი მეორე პირველ ზონას პოტიში, აქედან გავლონგავდით, stop loss დავაყენეთ მეორე ზონაში და როგორც ხედავთ, შვენიერი ალონგები იქნებოდა რაღაც მარტივად, ანუ ტექნიკური მხარე, ზოგჯერ ზოგჯერ თითქმის არასდროს არ ყოფილა რთული მხარე, უბრალოდ ცუდი იდეა მარკეტზე არასდროს თავარია execution-ი რა. ნუ ასე ვთქვათ, ტექნიკური მხარე რთული მართლა არის ტრეიდინგში, მარტივად ისწავლი, თავარია execution-ი და გამოცდილების მიღება, მოთმინება და ემოციების კონტროლი. ბევრი რაღაცაა ტექნიკური მხარის გარეთ და შიგნით, რაც უნდა იცოდეთ, ნუ პროფიტებული ტრეიდერები გახდეთ, ამიტომ ეგ უნდა გაითვალისწინოთ რა. თორე ხა აქ არაფერი ახალი ველოსიპედი არ გამოგიგონებია ჩვენ, მარტივი ანალიზით შეგვეძლო პოტენციური ტრეიდი გავგეხსნა. ამიტომ დამატებითი კითხვებისთვის მომწერეთ Instagram-ზე, Discord-ზე, mail-ზე, სასწავლად კურსი გვაქვს, შეგიძლიათ მომწეროთ ასევე Instagram-ზე, Discord-ზე და mail-ზე. ამიტომ PDF ვერსია ამ სტრატეგიის იქნება ატვირთული ქვემოთ დაბლა აღწერაში, ამიტომ ჩაიწერეთ, გადახედეთ და კითხვების შემდეგ, კითხვებით გექნებათ, შემდეგ დამიკავშირდით მე. დროებით წარმატებული ვაჭრობა ყველას.